ჩვენ ვართ ახლა ქუთაისის აეროპორტში და ახლა არის 7 უკლია 20? 6 უკლია 20. და 7 საათზე არის ფრენა და ახლა ვიღებ ინტერვიუებს ხალხისგან. გამარჯობა, თქვენი კომენტარი მაინტერესებს. ერთ სულ მაქვს როდის ავფრინდები და მე ეს გავირუჯებ. მესმის. ბატონო დავით, თქვენი კომენტარი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, იმით ხوار მივფრინავთ. მედია იმით არ მივფრინავთ. მაშენი კომენტარი. კომენტარის გარეშე. ჩვენ გსურს თქვენი კომენტარი. თქვენი ხმა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენს ეთერში. ცოტა დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. ეს არის გადავსებულიო და რეალურად ძალიან ცოტა ხალხი არის. ხო და რა ვინახოთ. ძალიან. ავარია თვითფრინავს რო შევხინავთ ყოფში იყოს და მაგით არ იყოს ხალხის ნაკლებობა. Bro is gone. I wanted to show you this picture just in case, you know, like. ხავართ აეროპორტში და ველოდებით რომ მანქანა მოვიდეს. ინტერნეტს ვერთავთ, მაგრამ ნავიგაცია ჩავრთეთ და მანქანა ყავს. ჩამოვფრინდით სალონიკში. ვიქირავეთ აეროპორტშივე ავტომობილი, რომელიც საკმაოდ კარგი მოდელი არის. დაგხვდა წინასწარში თანხმებით. თანხაც არ იყო ძვირი და ეხლა დავადექით გზას ხალკიდიგისკენ. გზად გვინდა უბრალოდ სუპერმარკეტები ვნახოთ, ეხლა არის 11-15 წუთი და სავარაუდოდ, რასაც Google გვიჩვენებს, ყველაფერი დაკეტილია. იმედია გზად რამეს ვიპოვით. ეხლა მოვედით კალითეაში. ძალიან საყვარელი პატარა ქალაქია. ეხლა შევდივართ პეპკოჰორიში. უკვე მაშინ ჩაწოლა. In 200 meters, you will arrive at your destination. აი მე რა მაგარია სახლი. აი აკრები და ფიცხალი. ანუ ეს არის ოთახი. ძალიან საყვარელია და ვაიმეცა. შნახეთ რა მაგარია. ძალიან ლამაზია. კუნძული მეგობრებო. გალავაზი. ეხლა გავდივართ სანაპიროზე, ნუ აქამდე ვიყავით მარკეტებში და რა თქმა უნდა ფასები იმ დონეზე დაბალია, რომ აი შოკები რა საქართველოსთან შედარებით. ხო, ეხლა გავდივართ სანაპიროზე პირველად და ნუ იმედია წყალი თბილი იქნება. ეხლა მოვედით წყლიდან მეგობრებო. წავიდეთ და მე ვიყიდოთ, თორე ცხელა ძალიან. Wait. ეს ჩვენთან კი არ არის და ნახეთ რა საყვარელია.
Yeah. ესეც. Okay. აი, ახლა ვფიქრობ. ანუ ყველაფერს ფასი არის ძალიან მაგარი. სავარჩია. ასმელი. Limited edition არის რეალურად. და დროშა ძალიან ლამაზია. ხო. ეხლა ცოტა ხანი ავდგები, ავდგები წავალთ და საღამოს კიდე გამოვვალთ. ეხლა მივდივართ ზღვის პროდუქტების რესტორანში და ეს აუთფიტი დაგეგმებთ, კარგი იქნება, ცუდი და შეფასებას გეტყვით. ანუ Google-მაც და ChatGPT-მაც გქონდა ყველაზე გემრიელი ზღვის პროდუქტები აქ აქვს, ამიტომ მოვედით, რომ დავაგემოვნოთ სხვადასხვა ზღვის პროდუქტები, თან არის ძალიან კარგი ხედი და ის შემონა გარემო. ნამდვილად თქვენ უნდა გენახათ აქ გუშინ ღამე რა ხდებოდა, ადგილი არ იყო საერთოდ ამ რესტორანში. გადაჭედილი იყო და ელოდებოდა ხალხი კარგი. ეხლა მოვიდეთ რესტორნიდან. რეალურად მეთევზი არ მიყვარს, მაგრამ იმდენად გემრიელი ორაგული იყო, რომ აი საოცრება იყო მართლა. ხედით ძალიან ლამაზი ყველაფერი ძალიან კაი. ეხლა მივდივართ 8 კილომეტრს იქით და არის ზღვაში შეჭრილი პატარა ქვიშის რაღაც წავით და მაგას განახებთ რა. და ანუ იმედია ძალიან ლამაზი იქნება. მივდივართ იმ სანაპიროზე და საერთო გზებით წამოგვიყვანა რუკა, ასე ვთქვათ. თავარგზას ავწვდით და რაღაც იმაში მივდივართ, რა ქვია, თებში და რაღაც ფილმის პლოტს ხო არ გახსენებთ. Star შესახვევი ხوار ქვია მაგას. შემთხვევით. Star შესახვევში გადაუხვიეთ ზეღან გაგრის მარცხნივ. უი, ხო, უი, რა სიძაღი. გავცდით და მაინც შევუხვიეთ მე. ეხლა მიტოვებული ბენზინგასამარცხებლური და მოხუცი კაცი თუ იყო შიგნით, მე უკან მოვდივარ. აი ნიშანი, არ შეხვიდეთ. ანუ ამწავს ეწერა, რომ ტახები არიან რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ტახები კი არა, მე მგონი ტაქსი არის გამოძახებით მაგეწერა. ეხატა. რა? ტახი. ტახი გყავს ცხოვრებაში ნახტვარით რა ის როგორ. ხავარ კონძულის უკიდურეს წერტილზე, რაც ამდენი მხრიდან უერთდება ერთმანეთს წყლები. და ძალიან ლამაზია რეალურად რა. მაგრამ იმდენად წვალება იყო აქამდე მოსვლა, იმიტომ რომ სადღაც აი იქ არის მანქანა, რომ ფეხები მტკივა. იქიდან დაუბრუნდით, ვიდეო აღარ გადავიღე ტელეფონი გამეთ. მაგრამ ძალიან ლამაზი იყო. და ნუ პიცა ვიყიდეთ და დავჭდეთ ახლა აივანზე, მშვიდად, წყნარად, ლამაზად. ახლა მივდივართ გასარუჯად. ანუ რეალურად კარგი ამინდია ძალიან. ძალიან წარიმზე არ არის და იქნებ მოვასწროთ 12 საათამდე ან 1 საათამდე გარუჯვა. ჩვენსაც ვრავდეთ მოვდივართ. მე გასარუჯად.
ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აქ ხო არის რაღაც რესტორანი და მას და იქ არის უკვე სანაპირო. აი, ხო, აი, ძალიან კაია. დილ გავუგზავნეთ თუ არა, გავიდეთ სასეირნოდ. ფუშნახევრაზე რა და მე მოვიდით რაღაც ჭამეთ რაღაცა და ეხლა 10 საათია და სანაპიროს გავდივართ. ანუ პირველამდე იქ ვიქნებით. ეხლა ვიყიდე ის რაღაცა ესე რომ ფილოცი არ მოსულარ წლიდან და ძალიან ბევრი ის იყო რა ქვია თევზი და ხაკო ეს თევზის სახეობა იმენა პატარა თევზები ეს მოვიდნენ და ჩემთან ან თუ რავდნენ მე ცოტა ხანი გავიდნენ და უკარგე და გავიხედე ერთი იყო და სამი იყო მეგობრები მოიყვანა და ძალიან საყვარლები იყვნენ Outer Banks where? თერთმეტ სუპლიათი და ეხლა წამოვიდეთ მაღაზიაში. ნუ უკვე სახში მიდივართ მაღაზიიდან. მაგრამ არ ვარ დავწვარი. ორია. არა. ეხლა ეს ქუჩაც რუკაში შემთხვევით რაღაცა ვნახე და გატყვე პროფი და გიყო. შეიძლება საერთოდ დარჩადეს ბულვარში გზა, მაგრამ ხო ხოცდით თავარია. ნამდვილად. ესეთის ქირაობა მინდა ზუსტად. აუ, მეც მინდა ეს ქირაობა. მე მინდა ასევე კატერის ქირაობა. კატერის რა. ესეთი რომ ხელი ქირაო, კატერთან აღმოჩნდება მინდა ზოგადად. და გადავშდები კატერზე. გადავფრინდები ეგრე. აი ნუ ეხლა ეს ჩადის, ნახე სამხრეთ. წერან მაღაზიაში ქონი One Direction-ის სიმღერები ჩართული და მე როგორც რავი რა, ყველა ვიცით. როგორ გამიხარ და ვეწამ აღარ გამოვიდოდი მაღაზიიდან თან. ერთი კი არა, სამი ჟედიზედ გადააბეს და მე Who works here guys? Gentlemen, მოქთეილია? მოქთეილი. მოქთეილი არა. მოქთეილს არის? კოფიტო არის. ის რო არა. ბენზინი რაღაა და ბენზინი არა, კრაკადილი. ჩვენ წეგან გავარკვეთ. როგორ იყო? გამარჯობა და ნახვამდის ბერძნულად. იასუ არის გამარჯობა. იასას მგონი კალვეა. მედია. მე მამა შენმა დაასკვირეთ, ხო თქვენი გამოცდილებიდან. იქნება აქცენტი აქ იმათან, ნაბლუარი და აერია. იასას ხალია, მა, ხო, მა. აი, იცი თანერთმა მეურები, Google გიწერს, გურიედო, ბადიაურის ის არის მეგობრებო, ხალხო. დავინახეთ ძალიან ჩვენ რამე დავინახეთ ძალიან გრძელცხვირა თევზი. წვეტიანი ცხვირი ქონდა. და ამოვედი წყლიდან და არ ვიტყარი დათუჩას. მე შეჭამოს და როგორმე აქვს ავტომობილთან საბერძნეთში ჩავიჭრჩოს, ხო? ან წერცხელებით ლოგინში გაიგუდოს დუჟია მოუვიდეს, დილით დაგხვდეს ესა, გატრიცხი. ანუ ამოვიდოდა აუ გამარჯობდა იმას, ჩემი პირველით აღმოხდებოდა იქნებ. ვიდან გავჩნდებოდი ეგეოსის ზღვაში. სუფახებზე კეკიდე ვიცოდი და მინდოდა რომ გასულა რა. ვიცოდი, ელაპარაკე. მე დიალოგი ხომ აქეზე, აი ჩემ ბრატია იცით. პატარა. ხოდაშორის ამას მოხიტოდი არა უფრო რაღაც ისეთი უნდა ერქვა. სვავდა გაჯღანი ნიტო. და მე ეგეთ. და მეგობრებო, აი ამ კარგ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი კლიპი. ლაივი არა აქვს, არც ის არა აქვს, არც რა. სიყვარული აქვს თავარი. ხო, დღეს ანუ ფაქტობრივად არაფერი არ გადაგვიღია რა, იმიტომ რომ სანაპირო რაღაც ეგეც დღე იყო უფრო რა. ხო და ეხლა სტონა დავათვალიეროთ რა ზედა ქუჩებიც ქალაქის და უფრო გადავიღე.
მოდი ანკეს. ნუ ულამაზესია მზის ჩასვლა, აი მართლა რა და ხალხის საყვალად არის. Შიმშვიდე ძალიან. აი ეს გემით ძალიან მომწონს მაგალითად. კუნძული პირადად და ესე რომ გრძელდება. შენ დედა? სიმშვიდე. ჩაივიყიდე. და ნუ რა პატარა მაღაზიები ვნახეთ რა ტანსაცმლის და ალოე ვერას რაღაცაები და ასე შემდეგ რა. ეხლა მე მაინტერესებს დედა ხუჭი რა ხდება და მანდ ვიდეო. დროს აუ ნაილმაზია. მე ვნახე ძალიან საინტერესო სუნამოები და აი ზუსტად ის სუნი ქონდა, რაც ეწერა, ერთ ეწერა რაღაც პოსეიდონი და მართლა ეგეთ სუნი ქონდა, რაღაც ჩიპ სუნი არც ერთ არ ქონია ხო. სამს ერთად ყიდი ეგრე ეწერა და თუ ცალობით გაყიდიან, ეხლა მებრუნდები ალბათ მე რა, იმიტომ რომ აუ შემიცალებით მინდა ხო. ეს არის გელას კონცერტი. აი ხა ამოწოდებული. Corro io sto blufi, chiamiamo ragazzi minchia, che l'hai dato, ach ti so, i così foglie. ეხლა შევუკვეთ რაღაცები და მიმტანმა იცის ქართული. ჩემი ცოლი არის ქართველი. ჩვენ შევუკვეთ საჭმელი. ეს არის ამათი, ეს არის ჩემი. ორცანაპირო ისო. და ძალიან ლამაზი კოლდებია. საკმაოდ ნორმალური ტემპერატურა, ანუ ცხელა, უბრალოდ მე ვზივარ ჩრდილში. და წყალი ლამაზი ფერი, ლამაზი ფერი მართლა. ხო, ეხლა ეს არის. კიდე მინდა წყალშესვა. ეს არის ჩემი საფოლე. და ის აქვს ხვები აქ ხაზაით და სასუნთქი ნახეთ ხო ალბათ ეგეც არის და სხვათა შორის თავი და როი გავიკეთე გადავინაც ფლემზეში კიდე შევიდე წყალში მეტყვი დამცხეს რა ხო და აქ არის სერტიფიკაცი რომელიც ძალიან საინტერესო გზით იდის სიმინს და ჩემი თეორიაა რომ კარატეს დადიოდა და ეხლა შეთავსება უწევს 2 სამსახურში და სპორტის რა ხდება აი რო ჩამოივლის მიწვევით ხო მაგრამ ანუ ძალიან ვიწვი ამ წუთას არ მოდი ეგ წავიდა და სიტყვაზე უნდა მენდოს მაგრამ ხო ძალიან ლამაზი მაიკები აქვს დონატებს ყიდიან შოკოლადიანს ჩაულებებს და ცოტა სიმინცაც და დონატებს რო ყიდიან იმას მაიკას შოთ I love donuts ეს ხორი დონატს სალარდაი €3.70. ანუ ჯერ ხო ეს ვაფშე არც გვაქვს საქართველოში. და ძალიან გემრიელი ჩანს, აი ძალიან. და იდა ეს რა ქვია. შინსკოპო არ ვიცი თქვი თუ არის სადმე, მაგრამ ანუ €1 ღირს, აი ეს ღირს €1. და ნუ ეხლა ზოგ მაღაზიაში €1.05. ეხლა ძალიან ისეთ მაღაზიაში თუ €1.20, მაგრამ €1 ღირს ძირითადად ხალხი. საოცრებანი. დროშა ლამაზია.
ხედი. იგوარ წარმოვიდგინე ყველგან ვიღალ გიხსნა. რუკა გვაქვს იმენა ჩვენ ვასწავლით. დავადებოდი რომ ეხლა ახლა არის 8 საათი და წყლიდან ამოვედი დავშრები of course გაგიგურდებოდათ და ეს არის რა ქვია ხვალ საათზე გვაქვს ფრენა way too fast და ნუ ხო რა ძალიან ლამაზია ყოველდღე მაგას მოვფარა მართლა ძალიან ლამაზია სულ ძალიან ლამაზია რაღაცა ცხოვრობს ანუ მაღაზიებში წავალთავობთ რა ეხლა და მე საღამოს გავისერნ და რა მეგეთი გავდივართ სახლიდან interesting place to put your stuff თან გავიშალო ხო ალბათ ერთად მივდივართ დამძვას მაღაზიებში და ჩემს ფერდულში წადიოდეს ხავს აუ აბა ეს ბედნიერია რა ვინ იქნება ანუ ყველა კი აუ აიმე მანახე რა თქოს დაიჭირა მომჩენ ეს რა არის არაკანას თევზი ვერსია დაიჭირა. Leon? ვიღაცამ ჩართო ხარის სიმღერა. უცებ მომესვა და ისე გამიხარდა რომ რავი. ას მეუბნები რომ ზეგ გავიღვიძებ და სანაპირო აღარ მექნება სახლიდან 15 მეტრში ანუ თავი დამანებეთ და ანუ რამდენი პროექტი მაქვს დასრულებელი გასაკეთებელი ყველაფერს და მივუბრუნდე მე ვიყიდე ფერერო როშეროს ნაყინი და ვიყიდე პისტაჩიოს ნაყინი ცოტა გადაზაუდა მე მგონი ხო მშვენიერია ცხოვრება მეგობრებო Are you seeing this, bro? And you're trying to tell me that this doesn't look like a memory? Bro, come on. I missed it already. დღეს არის 25 მაისი 9:00 2 წუთის წინ გავიღვიძე და მეტყობა აშკარად და მოგივართ რომ ბოლოჯერ აქ მივდივარ და საჭმელი ერთად ამაზე გავდივარ 11 საათზე გავდივართ მაღაზიაში მივედით მეორეში განსაყვარელი ადამიანი მუშაობს აქ
ой. ოჯერ მივდივარ მაღაზიაში. თერთმეტ უკლია 10 თუ რაღაც უკვე 11-ზეა ჩეკაუთი. აი იყო რა მეგობრებო. წყალს ვიყიდი დღისთვის. და რავი. დავადგებით გზას. ჩვენ არის ღამის 10-ზე, ხო და ჩვენ წავალთ თესალონიკში და იმას დავათვალიერებთ რა ქალაქს. 9 წუთი უკლია. არ ვიცი იმაზე ვილაპარაკე თუ არა რომ აქ ხალხი არის საოცრად აი პოზიტიური რა, აი რაღაცნაირი ყველა ძალიან მშვიდია. გზე რა ვთქვი თუ დრო მქონდა ისეთი რომ დავჭიდე წესიერად ვილაპარაკო, წესიერადაც მოვიყვებით. მამი შერას მეც ძალიან მაყოფილი ვარ და ჩემთვისაც ცოტა იყო დადუ და გაიზდაწყვეტილი დღე რომელიც გარდოვდი და რომლისაც მეშინოდა მთელი ეს პერიოდი და რა ვთქვა სიტყვები აღარ მყოფი საქაურობაზე ისე მომეწონა გინდ გარემო გინდ ხალხი საჩემო ცხოვრების სტილია დილით გადანტალდი პლეაჟზე იცურავე და იზაგრე და ისვენი გაერთე რაც გინდა აკეთე და წინასწარმეტყველობ ისე რუტინაში რომ დავბრუნდებით, მაგრამ არა უშავს ეს იქნება იმის мотиваცია რომ უფრო და უფრო მეტ ასეთ ადგილას წავიდეთ და უფრო მეტი ადგილი დავათვალიეროთ და გამოვცადოთ და მივიღოთ ახალი გამოცდილება. ნამდვილად. მაგრამ ახლა ალბათ. მაგრამ ეს რომელიც აი მე ყველაფერი ძალიან მომეწონა ზოგადად და ეს ცხოვრების ცოტა ვიმედე და რაღაცა, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც კულტურული შოკი იყო ჩემთვის ხალხის ზეთავაზიანობა. კი, ყველაფერზე კი შენც კარგასეზე დგების, როგორ ხარ იყო, შედიხარ გიღიმიან, have a good day რაღაც, აი ეგეთ რამე რავი. მენდია ბევრგან უნდა იყოს რა ძალიან მომეწონა და არ მინდა გამოფრენა უგან. წავი. ეხლა მე გადავყდები ზღვაში და გავცურავ და მიპოვით სადღაც სანაპიროზე. წეჩი. აი რომ ვიტირო მეშველის? აი რო გაფარდა. არა. შემოდის რა? ემოციო. ნახე არა, და თორემ ალბათ ამას ხორი ფილები რა. ერთ-ერთ ქალაქში გავჩერდით გზაზე. და ძალიან ცხელა, ძალიან ცხელა. საინტერესოა რა. გზაზე რა, მეორე კონძულზე შეხავით კასანდრაზე რა კონძულზე და ეხლა გადმოვედით მეორე კონძულზე. ხო და რეალურად თესალონიკის გზაზე არ არის ეს კონძული. მაგრამ სამაგიეროდ საინტერესო იყო. აუ მე მინდა ნავებში.
ვერა. ეს ვინ არის? მაღაზია ვიყავით და ძალიან საინტერესო რაღაცები იყიდება, მინდა გააჩნდა. ასებით შუშ ნორმალურია. ერთად ვარ ქეში და რაღაცები არეული და მოდი მაშინ. Bro. ისაც არავინ არ გეტყვის. ანუ წვეთში. დამაბრუნეთ ეფკოჰორიში. ის პოინტის კარფულში ვართ მეგობრებო. იმეზე დავდივართ და რა ქვია მას? ეს არის ლამაზი ბარი? არა, ლამაზი ის იყო იქ რო ვიყავ. რა გვითხრეს? ფოტოში რო ვიყავით, რა ქვია მაგას? კალცევოიზე ვარ. დედა, იცი რა კინოში მიდიხარ? ოი, მისუდა. წამო. მან დარი დედა? მგონია, მაგრამ წამო. ვიცი, აი არის შესაძლებელი. ელა ყوارمش არასწორი, რა შეიძლება. შევალე ხაზარა. თვალხანი. გამომიშვებდნენ და პასპორტს გარშე. ავედი თვითმფრინავში მიკროფონის ხალხმოხმოვანება ვერ ვიღებ წესიერად. Print ქუთაისში არის 2.5 და ხორა ოქსონხლა გზა თბილისამდე არის. მეტია დამეძინება მაინც გზაში. ვის არ გვინდა წამოსვლა. ნუ რა შევაჯამო ძალიან კაი იყო რა. ძალიან კაი დრო გავატარეთ, ძალიან კარგად დავისვენეთ, ძალიან ყველაფერი მაგარი იყო და ხო, თბილისში დაბრუნება ამან ყველაფერს მე ცოტა რთულია. რა მამა? ერთი დაბლი იყო ცოტა იყო.